გამარჯობათ ხალხო, მოგესალმებით, მინდა გითხრათ, რომ დღეს თბილისის მერიოდში ძალიან საინტერესო, ესე ვთქვათ, წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია მოაწყეს და გალბატონი ნინო ბურჯანაძე დამერწმუნეთ საკმაოდ ისე სკრუპულოზულად და დეტალურად აანალიზებდა როგორც ქვეყნის საშინაო, საგარეო, ასევე პოლიტიკურ პრობლემატიკაზე თავის ხედვას და მე ვფიქრობ ინტერესმოკლებული არ იქნება ვინც მეორე არხს არ უყურა, მე თავიდან ბოლომდე უყურე და დამერწმუნეთ სერიოზული პროგრამა აძლევს ამ პარტიისა და მოხარული ვარ რომ გალბატონი ნინო დაგვთანხმდა და ჩვენი სტუმარი არის მადლობა მინდა გითხრათ გალბატონი ნინო და გპირდებით ახლა გუშინ მე უყურებდი პირველ არხზე იყო დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარე და საშინელება იყო ეს არ იყო ინტერვიუ ეს იყო მე მგონი არ ვიცი რაღაც კონფლიქტი წამყვასა და რესპონდენტ შორის და გპირდებით კონფლიქტი არ გვექნება გალბატონი ნინო მართლა საინტერესო იყო სწორედ აი ამ დღეებში თქვენი პრეზენტირება აი ამ პროგრამისა და რეალურად თუ კი შევხედავთ იურიდიული ციფრები რაზდევს საარჩევნო კომისიის მიერ ბოლო წლებში მესამე ადგილზე მინიმუმ ხარ და ფაქტიურად აი რეალური შანსი არის აშკარად ფინანსები თამაშობს ქოცების და ნაცების საკმაოდ დიდრები არიან და მესამე ადგილი წინა უკანასკნელ არჩევნებში ჰქონდა და რეალური შანსი გაქვთ რომ მეორე პოლიტიკურ ძალად დაფიქსირდეთ არ ვიცი ეს პროგრამა ხელს შეგიწყობ თუ არა რომ დაარწმუნოთ ხალხი და მე გამიკვირდა გულწრფელად გეუბნები და ფაქტიურად თქვენ პრინციპში მაინც მემარჯვენე ცენტრისტული ძალა ხარ და სოციალური სამართლი მე მაგას 5-7 წელი გავყვირი რომ სოციალური სამართლიანობა და დოქტრინა როგორც ეგეთი ევროპული ცივილიზაცია ჩვენთან დამკვიდრეს და თქვენ აშკარად აფიქსირებდით დღეს ამას და მე მგონი თქვენი ესე ვთქვათ პოლიტიკური ღერძი ცოტათი მარცხივ წამოვიდა და ალბათ ეს დრო იწვევს ამას და ესე ვთქვათ ჩვენი ეკონომიური ყოფა ეცდები რომ არ შეგიშალოთ ხელი და გისმენთ გალბატონო ნინო და ბარი მაპატიეთ რა დიდი ბოდის ბარეგამ დავაანონსებ მე რა მეგეყოლება სტუმრად მეორე ბლოკში მეტრეველი და ვისაუბრებთ იმაზე რა ხდება და მე მაინც ვფიქრობ რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ეს სატელეფონო მოსმენებია თუ ჩაწერა და გადაწერა მე სხვა შეიძლება თქვენი აზრის მაინტერესებდა ამ ამბავთან დაკავშირებით გალბატონო და გვექნება ყველა ამ თემას საუბარი რასაც ჟურნალისტები მძიმედ განვისდით მადლობა და გისმენთ გალბატონო დიდი მადლობა ბატონო დავით მოწვევისათვის მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს უპირველეს ყოვლისა ვიტყვი რა კი გახსენეთ ეს თემა დეტალებში შესვლის გარეშე რომ იმედია ჩვენს ქვეყანაში მოვა დრო როდესაც ეს მოსმენების და მიყურადების საშინელი პრაქტიკა წარსულს ჩაბარდება რა თქმა უნდა ყველა სახელმწიფოში არსებობს მოსმენის პრაქტიკა მაგრამ ეს არ უნდა იყოს ისე როგორც არის ჩვენს ქვეყანაში ანუ უნდა იყოს ისე როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება სასამართლოს სანქციით განსაკუთრებულად უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც არის ინფორმაცია, რომ შეიძლება სატელეფონო საუბარმა საუბრის მოსმენამ თავიდან აგვაცილოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ან ადამიანების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ანუ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა ეს სახელმწიფო ინტერესებიდან და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამოდის. მიუღებელია, აუტანელია, ამაზრზენია და სამწუხაროა, რომ ეს პრაქტიკა გრძელდება, ნუ ხა შინაარსი ცალკე თემაა. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენ საუბარს, ბატონო დავით, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ მე მინდა ჩვენს მაყურებელს ვაჩვენო ეს ჩვენი პროგრამა, რომელთა ჩვენ ძალიან ვამაყობთ, მართლა ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამ პროგრამაში და მე შევეცდები ძირითადი, ესე ვთქვათ, მიმართულებები ამ პროგრამის გავაცნო იმ ადამიანებს, ვისაც არ ქონდათ შესაძლებლობა, რომ პირველი და მეორე არხისთვის ეცქირათ და მოესმინათ პროგრამის პრეზენტაცია პირდაპირ ეთერში. პირველ ყოვლისა მინდა ვისარგებლო ბატონო დავით შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ექსპერტებს, ძალიან ბევრი ექსპერტი ესწრებოდა ჩვენს მიერ მოპატიჟებული ამ პრეზენტაციას, მათ შორის ეგრეთ წოდებული პროდასავლურები, პრორუსულები, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად ნეიტრალურები და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მათი შეფასებები და მიხარია, რომ იყო ძალიან პოზიტიური შეფასება ამ პროგრამასთან დაკავშირებით და ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ ეს არის ძალიან სერიოზული დოკუმენტი, სადაც სწორი ხედვაა დანახული ქვეყნის განვითარების. ეხლა რაც შეეხება თავად პროგრამას, თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, რომ ჩვენ ზოგადად, როდესაც ჩვენი პარტია დავაფუძნეთ, ნამდვილად, ესე ვთქვათ, ჩვენი პრინციპები იყო მემარჯვენე ცენტრისტული პრინციპები, თუმცა არა მხოლოდ ეხლა ბატონო დავით, არამედ ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც საპრეზიდენტო პროგრამა გამოვაქვეყნეთ, დაახლოებით ამავე ფორმატის და ძირითადი დებულებები გადმოსულია
რა თქმა უნდა, საპრეზიდენტო პროგრამიდან, იქაც უკვე ჩვენ ვლაპარაკობდით იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს სოციალური სახელმწიფო, იმიტომ რომ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 2/3 სიღარიბის ზღვარს მიღმა არის, ქვეყანაში, სადაც პენსია საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, სადაც ადამიანებს წამლის ფული უჭირს, იქ უბრალოდ შეუძლებელია რეალისტი პოლიტიკოსი და ხალხზე გულშემატკივარი პოლიტიკოსი იყოს მხოლოდ მემარჯვენე ან თუნდაც მემარჯვენე ცენტრის წარმომადგენელი, იმიტომ რომ აუცილებელია ადამიანებს ამ გარდამავალ პერიოდში ჩვენი ქვეყნის განვითარებისა სახელმწიფო დაეხმაროს, მისცეს შესაძლებლობა ეკონომიკას და ხალხს ამოსუნთქვის და განვითარების და მერე უკვე შეიძლება მემარჯვენე პრინციპებზეც გადასვლა. ეხლა რაც შეეხება ჩვენს პროგრამას, ჩვენი პროგრამის და ზოგადად ჩვენი კამპანიის სლოგანია ერთიანი საქართველო, ძლიერი ეკონომიკა. ეს სლოგანი განპირობებულია იმით, რომ ჩვენ აბსოლუტურად ღრმად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ერთიანი საქართველოს, ანუ გამთლიანებული საქართველოს გარეშე საქართველო ვერ იქნება სრულყოფილად წარმატებული სახელმწიფო და ეკონომიკურადაც ძლიერი და ამიტომ ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი, რა თქმა უნდა, არის ქვეყნის გამთლიანება. თუმცა მე მინდა მაყურებელმა სწორად გაიგოს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში ჩვენ არ დაველოდებით ქვეყნის და ვერ დაველოდებით ქვეყნის გამთლიანებას, იმიტომ რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება მოგეხსენება ძალიან გრძელვადიანი პერსპექტივა არის სამწუხაროდ და ძალიან სერიოზული ძალისხმევა და დრო დასჭირდება, ხოლო ეკონომიკური პრობლემების მოგვარება არის ნამდვილად გარდაუვალი. მე ორი სიტყვით გეტყვით ჩვენი პროგრამის, ესე ვთქვათ, ძირითად დებულებებს. ჩვენ პრინციპულად მიგვაჩნია, რომ ქვეყანა სისტემური ცვლილებები სჭირდება და მე ვიცი თქვენი აზრი, ბატონო დავით, რომ დამეთანხმებით უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში სწორი მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდეს. ქვეყანაში არა გვაქვს სამწუხაროდ და ამიტომ არის ძალიან ბევრი პრობლემა ჩვენს თავს, იმიტომ რომ როდესაც რეალურად არ მუშაობენ ინსტიტუტები, როდესაც პარლამენტი პარლამენტს არ გავს, მთავრობა მთავრობას არ გავს, კონფლიქტია ინსტიტუტებს შორის და აღარ დაალაგდა, არ გაძლიერდა ეს ინსტიტუტები, მათ შორის სასამართლო ხელისუფლება და მისი დამოუკიდებლობა. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ქვეყანა არის ძალიან მოწყვლადი, ადვილად, ესე ვთქვათ, გადავიდა ქვეყანა დემოკრატიიდან დიქტატურისაკენ, ადვილად გადავიდა მერე დიქტატურიდან, ესე ვთქვათ, არა დიქტატურისკენ, ჩვენ დღეს ნამდვილად განუზომლად უფრო დემოკრატიულ პირობებში ვცხოვრობთ, ვიდრე ეს იყო 4 წლის წინ, მაგრამ მმართველობის ერთპიროვნული სტილი სამწუხაროდ ისევ ნარჩუნდება და ეს ქვეყნისათვის ნორმალური არ არის. ამიტომ ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ სისტემური ცვლილებები მოხდეს ქვეყანაში, კონსტიტუცია შესაძლებელია, სასამართლო სისტემა რეფორმირებას საჭიროებს, ის მოსამართლეები, რომლებიც იღებდნენ უსამართლო და პოლიტიკურად ანგაჟირებულ გადაწყვეტილებებს, უნდა შეიცვალონ, პროკურატურას უნდა დაემსგავსოს, სამართლიანობა უნდა აღდგეს და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენთან არის ზუსტად ის, რომ ქვეყანაში სამართლიანობა უნდა აღდგეს და კანონი უნდა კანონობდეს. იცით, სამართლიანობის აღდგენა იმიტომ კი არა, რომ ვინმეს რევანში უნდა ან ვინმეზე შურისძიება, არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ კანონი ყველაფერზე მაღლა უნდა იყოს და ასეთ შემთხვევაში ეკონომიკაც სწორად იმუშავებს და ქვეყნის სამართლებრივი ინსტიტუტებიც. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენი პროგრამის, ბატონო დავით, არის ეგრეთ წოდებული უბლოკო სტატუსი, რომელსაც ჩვენ ვაცხადებთ და მინდა უბრალოდ ჩვენს ტელემაყურებელს წავუკითხო, იმიტომ რომ მინდა მათ ვთხოვო, ვინც გაიზიარებს ამ ჩვენს იდეას, რომ ხელმოწერებს შემოუერთდნენ, ხელმოწერები გროვდება ჩვენს ცენტრალურ ოფისშიც, რაიონულ და რეგიონალურ შტაბებში, მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრების დროსაც. ჩვენი ინიციატივა არის შემდეგი, რომ კონსტიტუციის 98 მუხლს დაემატოს ახალი მეხუთე პუნქტი, შემდეგი შინაარსით ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველო არ წევრიანდება რომელიმე საერთაშორისო სამხედრო ბლოკში ან ალიანსში, საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია რომელიმე სახელმწიფოს სამხედრო ბლოკის, ალიანსის ან სხვა გაერთიანების სამხედრო შენაერთების განთავსება, უბლოკო სტატუსი მოქმედებს 1991 წლის მდგომარეობით აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებში. ანუ ბუნებრივია აფხაზეთის და სამაჩაბლოს ჩათვლით. ეს იდეა ძალიან მოკლედ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ, მართალია არც არავინ არ გვიღებს ნატოში, მაგრამ ოფიციალურად უნდა განვაცხადოთ იმის თაობაზე, რომ ჩვენ აღარ ვაპირებთ გავწევრიანდეთ ან ნატოში, ან ეგრეთ წოდებულ ODKB-ში, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეზე მოქმედებს და გარდა ამისა, ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიიდან გავიდეს რუსული ჯარი, რომელიც ახლა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიაზეა განლაგებული. ჩვენ ეს იდეა გვაძლევს არა მარტო საერთაშორისო არენაზე ძალიან სერიოზულ, ისე ვთქვათ,
სტაბილურობის შესაძლებლობას, იმიტომ რომ დღეს საქართველო არის პრაქტიკულად ნატოსა და რუსეთის დაპირისპირების პოლიგონი და რეალურად ჩვენ, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტების ზონა ვართ. ჩვენ მოგცემს ეს სტაბილურობას და გარდა ამისა, მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მინდა ეს ჩვენმა ტელემაყურებელმა იცოდეს, უბლოკო სტატუსი არის ჟანგბადი ქართული ეკონომიკისათვის. რატომ? იმიტომ რომ უბლოკო სტატუსი ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობის ახლებურად დარეგულირებას, ეს ნიშნავს უვიზო რეჟიმის ჩამოყალიბებას რუსეთთან, ეს ნიშნავს რუსეთის ბაზრის სრულყოფილად გახსნას, რუსული ინვესტიციების მოზიდვას და შესაბამისად ეს ნამდვილად ძალიან სერიოზულ ბიძგს მიცემს ქართულ ეკონომიკას განვითარებისათვის. დანარჩენი მე რა თქმა უნდა, ეხლა შემიძლია უკვე ესე ვთქვათ, თანდათანობით მივყვე პროგრამის დებულებებს, რომელიც ჩვენს ძალიან ბევრ მაყურებელს დააინტერესებს დარწმუნებული. შეიძლება რომ შეკითხვა დაგისვა, ხა სხვაჩვენს, აი, სადღაც 40 წუთის წინ მას დავით თევზაძეს უსმენდი ჩართვა ქონა მაესტროზე და მას შეეკითხნენ დღეს ამ თეზისზე და აი და თევზაძე შეიძლება სამხედროა და აი ყოველ შემთხვევაში ეთყობა არგუმენტები და ესე ვთქვათ, რა ვიცი, თეზისები ვერ გაიგო და რბილად რო ვთქვათ, სკეპტიკურად შეხედა ამას. არ ვიცი ახლა, ეს თქვენი პოლიტიკური ნება არის, რომ აგროვოთ ეს ხელმოწერები. ეს არ ვიცი, მოისრება, ვერ მოისრება ალბათ და ეს კაი გადაგედოთ და უშუალოდ შემოდგომისთვის. არა, აქ ხო მოსწრება არ მოსწრებაზე არ არის, ბატონო დავით. ახლა ჩვენ დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენთვის ხელი შეეშალა, ჩვენ ოფიციალურად 4 თვე გვაქვს ამ ხელმოწერების შეგროვებისათვის, ანუ ვალდებულება არ არის, რომ მაინდა-მაინც ახლა დამთავრდეს, თუმცა ჩვენ შევაგროვებთ არჩევნებამდე 200,000 ხელმოწერას, მაგრამ თავარი იცით რა არის, ბატონო დავით, ჩვენ რატო გამოვაცხადეთ ეს იდეა სწორედ არჩევნებამდე? ადამიანებმა უნდა იცოდნენ რატომ გაძლევენ შენ ხმას? ადამიანებმა უნდა იცოდნენ, შენ თუ აგირჩევენ და დაუშვათ შემოხაზავენ 3 ნომერს და შენ აღმოჩნდები სერიოზული ძალის წარმოდგენილი პარლამენტში, ადამიანებმა უნდა იცოდნენ შენგან რას უნდა ელოდნენ. მე ვთვლი, რომ ძალიან არაპატიოსანი საქციელი იქნებოდა ჩვენის მხრიდან, რომ ჩვენ ჩაგვეტარებია კამპანია, ადამიანებს მოეცათ ჩვენთვის ხმა და მერე გამოგვეცხადებია უბლოკო სტატუსი, იმიტომ რომ შეიძლება ზოგმა უფრო მეტმა მოქცეს ხმა, ზოგმა აღარ მოქცეს ხმა ამის გამო. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანებმა ეს უნდა იცოდნენ. რაც შეეხება სკეპტიციზმს ამ უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით, მე არ ვამბობ, რომ ეს მარტივად განსახორციელებელი იდეაა. მე პირველ ყოვლისა მინდა გამოვკითხო მოსახლეობა ამ 200,000 ხელმოწერით და ვიცოდე, რომ ამომრჩეველი ამას ხარს უჭერს და მე გეტყვით, ბატონო დავით, მოვიარე ნახევარი საქართველო. მე არ შემხვედრი ადამიანი, რომელიც ამბობდეს, რომ უნდა ნატო და უნდა ამერიკული ჯარი საქართველოში. ყველა ამბობს, რომ უნდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, არ უნდათ არც ნატო, არც ამერიკული ჯარი და არც რუსული ჯარი და უნდათ მშვიდობიანი და ნორმალური ცხოვრება. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ხელმოწერების შეგროვების შემდეგ ამაზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და რა თქმა უნდა შემდეგ უნდა დაიწყოს სერიოზული მოლაპარაკებები რუსეთთან. თუმცა პარლამენტში რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა რა შემადგენლობა იქნება პარლამენტში იმისათვის რომ ეს ინიციატივა გავიდეს და მე მადლობელი ვარ თქვენი შეფასების, როდესაც თქვენ თქვით რომ ჩვენ უდაოდ გვაქვს ძალიან სერიოზული ესე ვთქვათ პოზიციები. უბრალოდ მე ძალიან გარკვეულწილად მაწუხებს ის რომ მოსახლეობას მუდმივად ჩასძახიან სხვადასხვა მედია საშუალებები, პოლიტიკური ძალები, ვითომ გამოკეთხვები რომ ბურჯანაძეს არ აქვს ხარდაჭერა, რომ 2%, 3% და ასე შემდეგ. რაც რა თქმა უნდა ამომრჩევლის ზოგ შემთხვევაში ნიჰილიზმს და იმედგაცრუებას იწვევს, როცა ადამიანი ამბობს რომ აი მაინც თუ ვერ გავა ბურჯანაძე და მისი პარტია საერთოდ არ მივალთ არჩევნებზე და მე მინდა ჩვენს ტელემაყურებლებს ვთხოვო, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუჯეროთ ამ გამოკითხვებს. უბრალოდ მაგალითს გაგახსენებთ, რომ ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების დროს გახსოვთ ბატონო დავით გვიწინასწარმეტყველებდა ყველა გამოკითხვა, რომ ზოგი იძახდა პულსი არ ესინჯება ბურჯანაძის რეიტინგსო და ზოგი იძახდა, რომ 1%-ს აიღებსო და ავიღეთ 11% პრაქტიკულად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საერთოდ არ არსებობს ბურჯანაძის პარტიაო ამბობდნენ და პროცენტ ნახევარს გვიწერდნენ. მნიშვნელოვანი ფაქტი არის, მაპატიეთ რა თქვენ შეიძლება თქვენს შეჩვეულებრივი მოვლენა, მე მინდა ხალხს უთხრა, რომ ეხლა ხო თუ კი კომისიის წევრი არ აკავს. კომისიის წევრები თანხმდებიან, მე თუ გითხავს, უყველანი ესენი არიან გასაშვებები პენსიაზე.
თანხმდებიან და აი უპატრონო პარტიას ბიულეტენებს გადაყრია გადმოყრია. ესე მოხდა ჩვენთან ჩვენ შემთხვევაში სწორედ მაინც აიღეთ როდესაც კომისიის წევრი არ ყავდა. დიახ მართალი ძალებით ბატონო დავით აცხადებდნენ რომ ბურჯანაძის პარტიას მაქსიმუმ 1.5% აქვს რეიტინგი და ავიღეთ ასევე 11%, ასე რომ ძვირფასო ტელემაყურებლებო დღევანდელ 2%-ს რომ გვიწერენ იმას თუ 10-ზე გავამრავლებთ მინიმუმ 20% გამოდის და ეს პარლამენტის უმრავლესობაა. ფაქტია და კანონო დრო არ მინდა რომ აი დავკარგოთ ბევრი, დავკარგოთ რა განმარტებებით მოსახლეობა მაინც ვერ გაიგებს ამ დეტალებს ამ საარჩევნო მამოძაღლობებისა. პრემიერმა დღეს და მე მართა მესიმპათურება ეს არაქია გერიკაშვილი და პირდაპირ მოგიწოდათ ყველას პარტიებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმებას გთავაზობთ. ოფიციალურად თქვენ დათანხმდებით ამ მემორანდუმს? მე ვერ ხედავ ვერანაირ პრობლემას ფორმალურად კი ბატონო თუ ეს აუცილებელია მოვაწერთ ხელს, თუმცა ჩვენ არანაირ საფრთხეს არ უქმნით საარჩევნო პროცესს. ვინც უქმნის პროცესს ხელს იმას ის არ მოაწერს ხელს, ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ბატონო დავით, კი ბატონო, ყველაფერს რასაც შეუძლია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, მშვიდობიანად ჩატარებას, სტაბილურად ჩატარებას, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს დავეთანხმებით, თუმცა ხელისუფლება ცუდად იქცევა იმ თვალსაზრისით, ეხა მე ვაღიარებ იმას, რომ განუზომლად უკეთესი ვითარება არის საარჩევნო პროცესში, ვიდრე ეს იყო დაუშვათ 4 წლის წინ, ეხა შედარებაც არ შეიძლება და ნაციონალები რომ საერთოდ ხმას იღებენ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ეს, რომ შუბლის ძარღვი საერთოდ გაწყობილია. მაგრამ როდესაც ბატონო დავით ხელისუფლება ლაპარაკობს იმას, რომ 115 კაცს გავიყვანთ, 100 კაცს გავიყვანთ, 110 კაცს გავიყვანთ, აი ეს ქმნის დესტაბილიზაციის საფრთხეს, იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ მათ ამოდენა მხარდაჭერა არ აქვთ და თუ მართლა ხელისუფლება აპირებს, რომ 100 და 115 კაცი გამოიყვანოს, ესა გაიყვანოს პარლამენტში ხელოვნურად და გაყალბებით, ამას არ უშველის მემორანდუმი, ამას არასტაბილურობა აუცილებლად მოყვება. ეხლა რაც შეეხება ბატონო დავით, თქვენ ინციდენტები ქონიათ? არა, ნამდვილად ვიტყვი, რომ ჩვენ პრაქტიკულად არ ქონია ინციდენტი და ვერ ვიტყვი რაღაც ისეთი ცენტრალიზებული წნეხის თაობაზე. იყო რაღაც მცირე დეტალები, ვთქვა, ვიღაცა ადგილობრივი ინიციატივა გამოიჩინა, მაგრამ ეხა მე რასაც ვხედავ, ყოველ შემთხვევაში ცენტრალიზებული ესე ვთქვა წნეხი და ზეწოლა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ არის და იმედია ესე ვთქვა თვალი არ ეცემათ და აწი დაიწყება ამ კვირიდან დაიწყება. ყოველ შემთხვევაში, ნუ ეხა ბატონო დავით, მე და ჩემმა თანაპარტიელებმა და ჩვენმა ოჯახებმა ისეთი წნეხი და ისეთი უბედურება გამოიარეს ნაციონალების დროს, რომ რაც არ უნდა იყოს, ალბათ მაინც რბილად მოგვეჩვენება. ეხლა რაც შეეხება ბატონო დავით, რაც თქვენ ბრძანეთ წეხან სოციალური სანასწორობის და სოციალური სახელმწიფოს თვალსაზრისით, ჩვენ პროგრამაშია ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს აი თანასწორობას და სოციალურ სამართლიანობას. რა თქმა უნდა, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ არ გპირდებით თქვენ კომუნიზმს და არ გპირდებით იმას, რომ ყველა ერთნაირად იცხოვრებს, მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა შემცირდეს ის უზარმაზარი გარღვევა და უფსკრული პრაქტიკულად ბატონო დავით, რომელიც არის საქართველოში ძალიან მდიდრებსა და ძალიან ღარიბებს შორის. უნდა შემცირდეს იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც იღებს სოციალურ დახმარებას. განსხვავებით სხვა პარტიებისაგან ჩვენ იმას კი არ ვიტყვით, რომ ამ ადამიანების რაოდენობას გავზრდით. არამედ ჩვენ შევეცდებით, რომ ამ ადამიანების რაოდენობა შემცირდეს, მაგრამ ძვირფასო ტელემაყურებლებო, არა იმის ხარჯზე, რომ ამოვყაროთ სოციალურად დაუცველი ადამიანების სიიდან ადამიანი იმის გამო, რომ მას მაცივარი აქვს, ან ტელევიზორი აქვს, ან მაცივარში მეზობლის მოკითხული ხორციანი საჭმელი აქვს. ასეთები ხდება ბატონო დავით სამწუხაროდ. სოციალური აგენტი მიდის და სრულიად უსამართლოდ ადამიანებს ამოაგდებს ხოლმე ამ სიიდან. ჩვენ შევეცდებით, რომ ადამიანებს მივცეთ სამუშაო, დავასაქმოთ ადამიანები და ამგვარად სოციალურად დაუცველები და ისინი, ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ, თანდათან გადმოვიყვანოთ საშუალო ფენისაკენ. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო იდეა და თქვენ ეთერშიც გავა რეკლამა ხვალიდან ახალი უკვე აი ამ პროგრამაზე დაფუძნებით, უმუშევრებს ჩვენ ვპირდებით 6 თვის განმავლობაში უმუშევრის შემწეობას და ვპირდებით იმას, რომ რუსული ბაზრის, რუსული ინვესტიციების და სხვა ინვესტიციების მოზიდვის მეშვეობით და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით ჩვენ შევქმნით დამატებით საწარმოებს, ხოლო დამატებითი საწარმოები მოიტანს დამატებით სამუშაო ადგილს. როგორ ძალიან მარტივად ბატონო დავით, როდესაც არსებობს მყარი გასაღების ბაზარი, დამეთანხმებით და სტაბილური გასაღების ბაზარი, ეს იმას ნიშნავს, რომ არის გადამამუშავებელი საწარმო, არის ქარხანა, არის რუსებს უჭერთ კალონინო, ახლა მე არა, არც ისე უჭირთ, როგორც აჩვენებენ განსაკუთრებით დასავლურ მედიაში, მაგრამ რაც არ უნდა გაუჭირდეთ ბატონო დავით, ეკონომიკა მათი მაინც ასე ვთქვათ ვითარდება, სირთულეები ბუნებრივია აქვთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ
პატარა საქართველოსათვის რუსეთის ბაზრის ერთი სეგმენტიც კი არა, რა თქმა უნდა, ძალიან ლაპარაკი. მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გვავიწყდება ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ საქართველოში დღესდღეობით ცხოვრობს ყველაზე საუკეთესო პროგნოზებით 3,5 მილიონი ადამიანი, ხოლო მარტო მოსკოვში, რუსეთის დედაქალაქში ოფიციალურად ცხოვრობს 12 მილიონი, არაოფიციალურად 14-15 მილიონი. წარმოიდგინეთ, რამოდენა ბაზარზე არის საუბარი. ეხლა რაც შეეხება ბატონო დავით, სოციალურად დაუცველი განათლება, რომელიც აუცილებლად მინდა თქვენთან აღვნიშნო, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პედაგოგების სტატუსი უნდა აღუდგეს ბაგაბაღის მასწავლებლებს და საქართველოს ხვალინდელი დღე უნდა დაიწყოს სწორედ რომ სკოლის მერხიდან. ჩვენ ვთვლით, რომ პედაგოგის ხელფასი 1300 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენი შვილების ბედი ხვალინდელი დღე, მათი გონებრივი და სულიერი მდგომარეობა პედაგოგების ხელშია და 1300 ლარი ის ხელფასია, რომელიც მასწავლებელმა აუცილებლად უნდა აიღოს და მიებას ეს, ესე ვთქვათ, საჯარო სამსახურის მოხელეების ხელფას. გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის უმაღლესი განათლება უნდა იყოს უფასო. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თელმა საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში უნდა იცხოვროს, ისა იმუშაოს და ისწავლოს. ეხლა ერთი რამ არის ბატონო დავით, ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ გვაქვს ჩვენი შეხედულება სტატუს შეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვთვლით, რომ მათ ავტომატურად უნდა აღუდგეთ სტატუსი, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ მათ უნდა მიეცეთ გამოცდის ჩაბარების შანსი, ახალგაზრდამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას უნდა სწავლა აინტერესებს და შეუძლია და დამატებითი გამოცდის ჩაბარების შემდეგ მას სტატუსი უნდა აღუდგეს და სახელმწიფო, მაგას ვამბობ ბატონო დავით, უმაღლესი განათლება უნდა დააფინანსოს სახელმწიფო. ამასთან ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ პედაგოგები, ექიმები, უმაღლეს დამთავრებულები, ჩვენ გვჭირდება პროფესიული, ესე ვთქვათ, ჩვევების მქონე ადამიანები და არიან ადამიანები, რომელთაც ოქროს ხელები აქვთ და 9 უმაღლეს დამთავრებულს შეიძლება აჯობოს და უფრო საჭირო იყოს ქვეყნისათვის. ამიტომ ჩვენ გავიხსენეთ დავიწყებული ძველი კარგი ტრადიცია, როდესაც სახელმწიფო აფინანსებდა ორწლიან პროფესიულ კოლეჯებს, ეგრეთ წოდებულ პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებლებს, რომლებშიც ახალგაზრდები შეძლებენ პრაქტიკული სპეციალობის ხელობის შესწავლას და ეს უნდა მოხდეს ძალიან სწორად, ბატონო დავით. სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პროგნოზი, ანუ ისე კი არ უნდა გააკეთოს, რომ იმდენი ასწავლოს ამ პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებლებში, რომ ისევ უმუშევრები იყვნენ. იმ მიმართულებებით უნდა ასწავლოს ახალგაზრდებს, რომლის პროფესიის მოთხოვნაც ბაზარზე არის, რომ ვინც კი პროფესია შეიძინა, კარგი ისრაელმა წაიყვანა, ყველა იტაცებს პროფესიას. რა თქმა უნდა. გახსოვს სააკაშვილი, რევსოს სვარშიკები არ აკონს. ჩვენ გვაქვს ნარკომანიის პრობლემასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული შეხედულებები, იმიტომ რომ მართლა არ შეიძლება ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკომანიით არის დაავადებული, დამნაშავედ გამოაცხადო, მაგრამ ძალიან სახიფათოა ნარკომანიის ლეგალიზებაზე ლაპარაკი, დიახ, დეკრიმინალიზაციაზე საუბარი აუცილებელია. მე მინდა თქვენ იცოდეთ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო იდეა პენსიასთან დაკავშირებით. ახლა ცოტა უხერხულია ისეთი შეჯიბრი მოაწყვეს პოლიტიკურმა პარტიებმა, ვინ როგორ პენსიას გამოაცხადებდა, უკვე აღარც კი გინდა კონკრეტული თანხის დასახელება, მაგრამ მე ერთი რამ შემიძლია ვუთხრა ჩვენს მსმენელს, რომ ჩვენ ვთვლით, რომ პენსია უნდა გაიცემოდეს შრომისა და დამსახურების მიხედვით, ყოველ ნამუშევარ წელიწადზე პენსიაზე უნდა იყოს დანამატი, რომელსაც განსაზღვრავს სახელმწიფო და გარდა ამისა მინიმალური პენსია არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები. ოღონდ საარსებო მინიმუმი ბატონო დავით უნდა განისაზღვროს სწორად. დღეს საარსებო მინიმუმი განსაზღვრულია ლამის 160 ლარის თუ 180 ლარის ფარგლებში, რაც არის უბრალოდ ტყუილი. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ მაღაზიაში ან ბაზარში გავიდეთ და დავწმუნდებით, რომ 160 ლარზე ადამიანი ვერ იცხოვრებს უბრალოდ და 250 ლარი არის ის მინიმუმი, რომელიც მინიმალურ კალათას შეესაბამება. დღეს ესეც ძალიან ცოტაა, მაგრამ მინიმალური რაოდენობის ვიტამინების მიღების შესაძლებლობას აძლევს ადამიანს და ამავდროულად ჩვენ ვთვლით, რომ უნდა მოხდეს პენსიის მიბმა ინფლაციაზე, ანუ თუ გაუფასურდება ლარის კურსი, მაშინ სახელმწიფომ პენსია უნდა გადაითვალოს. საპენსიო ასაკის დაწევას თუ აპირებთ, კარგი ხალხო ყველა უმატებს ასაკს წევს ზევით და რაღა თქვენი თქო დაწევას.
რაც შეეხება აი აქ ხელმოწერების აქცია სად არისო ეხლავე ვუპასუხებ რაც შეეხება საპენსიო ასაკის დაწევას ეს მართლაც ძალიან დიდი მოთხოვნებია ბატონო დავით მაგრამ მე ხალხს ვერ მოვატყუებ ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე როდესაც ოდნავ მაინც ეკონომიკურად სიმყარე შემოვა ეკონომიკაში და ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად ერთბაშად ამის გაკეთება იქნება შეუძლებელი მე უბრალოდ მესმის რომ თქვა რომ კი გავაკეთებ შეიძლება რაღაც ხმები მომემატოს, მაგრამ ადამიანებს ვერ მოვატყუებ. რაც შეეხება ხელმოწერების აქციას სად არისო, მადლობა მინდა გადავუხადო ვინც მოგწერა, მე თქვი კიდეც დასაწყისში, რომ ჩვენს ოფისშიც შეგიძლიათ მობრძანდეთ აბულაძის 8 ნომერში, რომელიც არის ჭავჭავაძის პროსპექტზე არსებული ეკლესიის უკან, ჩვენი ოფისის შენობა, ასევე იმ ოფისებში, რომელიც არის ჩვენი რაიონული შტაბები თბილისში და რეგიონებში, რეგიონალურ შტაბებში. ამავდროულად მაჟორიტარებთან შეხვედრის ნებისმიერ შეხვედრაზე შეუძლიათ ჩვენს მომხრეებს ხელი მოაწერონ, იმიტომ რომ ბლანკები ჩვენს ესე ვთქვათ მხარდამჭერებს თან აქვთ, ოღონდ pirādობის მოწმობა იქონიეთ, გთხოვთ რომ pirādობის მოწმობის ნომერი ჩავწეროთ. მე მგონი რაღაც 7 გვაქვს ზუსტად არ ვიცი, ვერ ვხედავ კარგად საათს. აცო რა არის, სადღაც ჩემის ვარაუდით მილიონამდე საქართველოს მოქალაქე მინიმუმ ეს რუსეთშია, სადღაც 200-300,000-მდე უკრაინაშია. აი, არ ვიცი, ამაზე თქვენ გიმუშავიათ, რომ აი ისინი როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. მე გეტყვით პირდაპირ, ბატონო დავით, ჯერ ერთი თავად არჩევნების, ესე ვთქვათ, პრობლემა არის ის, რომ დღეს ამბობდა ჩვენს პრეზენტაციაზე სწორედ ბატონი მიხეილ ჯიბუტი, რომ ოფიციალური ინფორმაციით საქართველოში 3,500,000 ადამიანი ცხოვრობს და არის 3,200,000 ამორჩეველი. და ამ დროს 500,000 ბავშვი წავიდა სკოლაში და დაახლოებით 400,000 ბაღში, ანუ მილიონამდე ბავშვია, ვერანაირად ეს ციფრები ერთმანეთს ვერ ემთხვევა. რაც შეეხება უკრაინაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, სხვადასხვა ქვეყნებში არის სხვადასხვა ქვეყნებში, საბერძნეთში, უკრაინაში, იტალიაში არის საარჩევნო ყუთები, მაგრამ არ არის, რა თქმა უნდა, რუსეთში, სადაც დაახლოებით 800,000, მინიმუმ 800,000-ზე მეტი ქართველია. წინა ხელისუფლება გასაგები ამას შეგნებულად არ აკეთებდა, არც ამ ხელისუფლებამ არ გააკეთა და მე ვპირდები ჩვენს მოსახლეობას, რომ ნამდვილად ვუზრუნველყოფ იმას, რომ რუსეთთან გაიხსნას უვიზო მიმოსვლა, ნამდვილად ვუზრუნველყოფ იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ შორის რუსეთშიც ხმა მისცენ და აირჩიონ ის ხელისუფლება თავის ქვეყანაში, რომელიც მოსწონთ, ნამდვილად ვუზრუნველყოფ იმას, რომ გაიხსნას რუსული ბაზარი და ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ჩვენს ეკონომიკაში. მათ შორის იგივე იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც არიან ომის ვეტერანები, მათი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, მათ მაგალითად ჩვენ ვპირდებით არა მხოლოდ იმ პაკეტს, რომელსაც საყოველთაო დაზღვევა პირდება მათ, რაც თავისთავად კარგია ხა, არავინ არ ამბობს, რომ ცუდია, რაც გაკეთა. კარგია, მაგრამ შეიძლებოდა უკეთ გაკეთება და მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა პოსტოპერაციული მკურნალობის დროს მედიკამენტები, ვთქვათ, უფასოდ მიიღონ. ამასაც ვპირდებით და ერთი, რაც ჩემი ძალიან დიდი სიამაყის საგანია, მე არ შემიძლია ეს არ ვთქვა ჩვენი პროგრამიდან, ჩვენ სამწუხაროდ გვაქვს უმძიმესი დემოგრაფიული სიტუაცია ქვეყანაში. ძალიან მძიმე მოსასმენია ეს, მაგრამ მომაკვდავი ერების კატეგორიაში შეგვიყვანა გაერო, ანუ იმ ერების, სადაც სიკვდილიანობა უფრო მაღალია ვიდრე შობადობა, ეს დიდი პრობლემაა და ჩვენ ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას და შემოვიღეთ ეგრეთ წოდებული დედის ხელფასი, ბატონო დავით, იმ ახალგაზრდა ქალბატონებისათვის, რომლებიც 3 წლამდე ბავშვს ზრდიან და ეს 3 წელით მათ სტაჟში ჩაეთვლებათ. და ერთი ბოლო ალბათ, ყველაფერ ამაზე, რა თქმა უნდა, სრულიად საფუძვლიანად ჩვენი მსმენელი იტყვის, რომ ძალიან კაი ქალბატონინო, მაგრამ საიდან მოგაქვთ ის თანხები, რომელმაც ამდენი დაპირება უნდა შეასრულოს. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვუთხრა ჩვენს ამომრჩეველს, რომ 75% ბატონო დავით იმ დაპირებებისა, რომელიც აი აქ არის ამ პროგრამაში ჩამოთვლილი, შესაძლებელია შესრულდეს დღეს არსებული ბიუჯეტის ეკონომიურად ყაირათიანად და გონივრულად განკარგვის შემთხვევაში. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არ ვაპირებ მინისტრები, ესე ვთქვათ, მეტროს ვაგონში გადავსვა, იმიტომ რომ მინისტრს სჭირდება მანქანა, მაგრამ არ ჭირდება $100,000-იანი ჯიპი, მშვენივრად ივლის 30,000-იანი მანქანით. მინისტრის ხელფასი ვერ იქნება პენსიონერის პენსიის სტოლა, ან თუნდაც პედაგოგის ხელფასის შესატყვისი, მაგრამ არ შეიძლება იყოს 10-ჯერ, 20-ჯერ და 100-ჯერ მეტი ხელისუფლების წარმომადგენლების ხელფასები და პრემიები, ვიდრე მინიმალური საარსებო ხელფასი და პენსია არის. ამიტომ ჩვენ ვპირდებით ჩვენს მოსახლეობას, რომ ბიუჯეტსაც ყაირათიანად დავხარჯავთ, სწორად გავკარგავთ საბიუჯეტო სახსრებს, ბატონო დავით,
მათ შორის ამ სახსრებს მივმართავთ სოფლის მეურნეობისათვის. ბანკებს ცოტა პირდაპირ გეტყვით, ყურსაც აუწევთ, იმიტომ რომ 1000%-იანი მოგება არ შეიძლება. ნუ ყურს აუწევთ საკანონმდებლო თვალსაზრისით. აუცილებლად, იმიტომ რომ არ შეიძლება ბანკებს კონდეს 1000%-იანი მოგებები და მესმის არავინ არ აპირებს საბანკო სისტემის დანგრევას, ბანკმა მოგებაზე უნდა იმუშაოს, მაგრამ არ შეიძლება ადამიანები საქართველოსნაირ ქვეყანაში ბანკის სესხით. კაუნინო მე მგონი მემარცხენე გახდით თქვენ, მე მგონი. ბატონო, მემარცხენე მთლად არა, ნაწილობრივ და ვერ უბედავს ამას, რასაც თქვენ ახლა აგერ უპირებთ. მე ვაპირებ, რომ საბანკო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტები იყოს სამართლიანი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიახ, ბანკმა უნდა იმუშაოს მოგებაზე, მაგრამ არსებობს ზღვარი, მით უმეტეს ზღვარი ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო და არ შეიძლება საქართველოსნაირ ქვეყანაში, ბატონო დავით, სახელმწიფომ არ აკრძალოს დოლარებში ან უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა. ეს ახრჩობს ადამიანებს და ამიტომ არის ადამიანები უკიდურეს პრობლემაში არიან. შემოხაზეთ სამი ნომერი, არა, მემარცხენეობა სხვა არის და სოციალური სახელმწიფოს მომხრეობა სხვა არის და ჩვენს ქვეყანაში სოციალური სახელმწიფო უნდა არსებობდეს. სოციალური სამართლებმა მთელი ევროპის ისაა დროშა და პლაკატია. ეთერი გაგვისრულდა. ერთ შეკითხვას დაგისვამთ რა. აი, არ ვიცი, ფრთიანი ფრაზები 25 წელია გვაბოლებს მართველი პარტიები ყველა. აი, თქვენს პარტიას ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, გახლავთ ნინო ბურჯანაძე, დემოძრაობის, აი ამ მოძრაობის ლოზუნგი, აი, სამსიტყვიანი, ხუთსიტყვიანი რა გაქვთ? 4 სიტყვიანი, ერთიანი საქართველო, ძლიერი ეკონომიკა. აი ეს იყო ფრთიანი გამონათქვამი, მე თქვენ ადგილას რაღაცა ისეთ რომელიც აი რაღაცა მარტივ სიტყვებს ავიჩევდი რომ დაამახსოვრდეს. მე მგონი ძალიან მარტივია, ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი, ქვეყანა უნდა იყოს მთლიანი და ქვეყანაში ეკონომიკა უნდა იყოს ძლიერი, რაც არის იმისი გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. მაგრამ აი მასწენდება შევანაძროს იყო მილიონი სამუშაო ადგილი და გათავებული იყო ყველაფერი. კარგი იქნებოდა ის მილიონი სამუშაო ადგილი, რომ შესრულებულიყო, მაგრამ ობიექტური დაპირება უნდა მიცე ადამიანებს და ის რისი შესრულებაც შეიძლება და ამ პროგრამის შესრულება ნამდვილად შეიძლება და ჩვენ გვყავს ბატონო დავით, თქვენ იცნობ ძალიან ბევრ მათგანს, ის გუნდი, როგორც მაჟორიტარებს შორის, ასევე თავად საპარლამენტო სიაში, რომელიც შეძლებს ამის რეალიზებას, აქ მთავარია, რომ ადამიანები მოვიდნენ არჩევნებზე და მე მინდა ყველას ვთხოვო. რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვიქნებით თუ ჩვენ შევძელით თქვენი ესე ვთქვათ, დარწმუნება იმაში, რომ ჩვენ ვართ ყველაზე პროფესიონალი და ყველაზე უკეთესი პოლიტიკური ძალა და შემოხაზავთ სამ ნომერს, მაგრამ თუ ამაში ვერ დაგარწმუნეთ და არც ერთი პარტია არ მოგწონთ, მაინც ძალიან გთხოვთ, რომ მობრძანდით არჩევნებზე, ბოლოს და ბოლოს, თუ სამიანს არ შემოხაზავთ და სხვაც არ მოგწონთ, ყველა გადახაზონ ჩვენმა ამომრჩევლებმა და მაყურებლებმა, ოღონდ თქვენი ხმა არ გააყალბებინოთ და არ მისცეთ თქვენი ხმით მანიპულირების საშუალება. მაპატიათ რა ტექნიკურ საკითხს დაგისვამთ, თან მე მგონი ყვეცე თქვენს მხარეს არის მეერაბი სადღაც გაიჭედა იმაში ორთაჭალაში მითხარი. ჩვენ არ მოგვიწყვია ეგ ამბავი. აი ეს მერის პრობლემა. ამის შენთან მე მართ არ ვიცი და მაინტერესებს. ეხლა კომისიების წევრები ყავს. ჩვენ ეხლა ყავს საბედნიერო კომისიის წევრები, ყველა კომისიაში აბსოლუტურად, ასე რომ ის აღარ მოხდება ჩვენ უძვირფასო ამომრჩევლებო და მხარდამჭერებო, რაც მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც 8 საათზე გამოაცხადეს ასევე გაყალბებული ეგზიტ პოლები, ბატონო დავით, გამოაცხადეს, რომ ბურჯანაძეს აქვს 3% და სინამდვილეში გაყალბების შემდეგაც კი 11%-ზე ავედით, გამოყარეს ჩვენი დამკვირვებლები. აი მე მახსოვს რომ გამოგიყარეს, მე მაშინ ვიყავი, მე საარჩევნო უბნებიდან და ჩემი ხმები გადააწილეს ბაქრაძეს და მარგველაშვილს, იმიტომ რომ ხელისუფლება და ნაციონალური მოძრაობა გარიგებული იყო, იგივე სხვათა შორის მე მინდა ჩვენს მხარდამჭერებს ვთხოვო. აი ეგზიტ პოლების გამოცხადების შემდეგ ბატონო დავით მოხდა ესეთი რაღაცა. ჩვენ მხოლოდ დამკვირვებლები გვყავდა და არა კომისიის წევრები, ზოგი ტირო და ზოგი ლაბის გულწრფელი იყო, ზოგი გულდაწყვეტილი იყო. არ აყვეთ არც ამ გამოკითხვებს, არც ეგზიტ პოლებს, ეს არის ყველაფერი კონკრეტულ სპეცსამსახურებში დაგეგმილი, მათ შორის ამერიკაშიც და სხვაგანაც, რომ ადამიანებს კონდეთ უიმედობა, რომ არ გავა ბურჯანაძე, ვერ გავა, ან ცოტათი გავა. და მხარი, ესე ვთქვათ, არ მოვიდნენ არჩევნებში. ჩემი სუბიექტური აზრია, მე ძველი ზაღლივით მთელ საქართველოს სული ვიცი რა, აი მეორე ადგილზე მინიმუმ გადიხართ, მაგრამ ეხლა ეს ადამიანი გეკითხება 60 წლის ადამიანი ვარ, შეიძლება ჩემი დასაქმებაო
მოდით ან ფეგაიცით პასუხი ან არა, რატომაც არა, ბატონო დავით, ჩვენ ამ პროგრამაში სხვათა შორის გვაქვს ეგრეთ წოდებული 40 წლის და ზემოთ მყოფი ადამიანების პრობლემა, როდესაც ჩვენ ფაქტიურად დავკარგეთ თაობა ადამიანებისა, რომლებიც 40-50 თქვენ აი ზუსტად ამას ამბობთ. 60 წლის ადამიანი ღვთისწყალობით უმეტეს შემთხვევაში არის აბსოლუტურად ახალგაზრდა, საკმაოდ შრომისუნარიანი, მით უმეტეს გაჩნია ხა პროფესიას ხო, ბუნებრივია ამასაც აქვს მნიშვნელობა, ასე რომ მე ვერ ვხედავ იმის პრობლემას, რომ თუ ადამიანს ჯანმრთელობა ხელს უწყობს, იმუშაოს მან ნებისმიერ ასაკში. ყოველ შემთხვევაში მეც მინდა დავუმატო, მე აღერა ეს შარშან. მე და თქვენს ახლა ძალიან ბევრი არ დაგვრჩენია თქვენ ჩემზე უცროს ხარ, მეგონი 10-12 წლით. ნუ ყოველ შემთხვევაში დრო ძალიან სწრაფად გადის, ასე რომ პოლიტიკოსებსაც უნდა ესმოდეთ, რომ 40 წლის, 50 წლის, 60 წლის ადამიანები ძალიან სწრაფად ხდებიან, მათ აქვთ შრომის უნარი, აქვთ შესაძლებლობა რომ ქვეყანას ემსახურონ და ამ ადამიანებს ჩვენ ხელი არ ეს შეკითხვასაც დაგესვამდით, მინდა გაგამხნევოთ ხალხს. 72 წლის იყო, ჩემი ვერიკო ავიყვანე, ჩვენი ოფის მენეჯერი არის, იცით რა მშრომელი არის და ფანტასტიკური ქალი. უკვე 2 წელია ჩვენთან მუშაობს. მე ისე 75 წლისა. აი ესეთი ის არის, აი ხნედაც. ასაც არ აქვს მნიშვნელობა, როცა ადამიანი ფიზიკურად უძლებს დატვირთვას და როცა ადამიანს მოვარეთ თქვენ თავს, აი ფიზიკურად უკვე ანტიბიოტიკების საუკუნეა რა, დამეჯერა დეცადეთ რომ არ გაცივდეთ და ხნედი ყავით სიგარეტი, არ მოწიოთ, ივარჯიშეთ, ისკედით და თუ გაცივდებიან ჩვენ ვპირდებით რომ უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფთ იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს საშუალება. არაფერი, კაბოტინო, ეს არ არის ძნელი, შეუძლია, აი ნებისმიერ მთავრობას შეუძლია ამის ორგანიზება. ამას პირველ რიგში რა ჭირდება, იცით ბატონო, არის ბარათებით იღებენ წამს. აქ ამას ჭირდება პირველ რიგში ანტიმონოპოლური სამსახურის განვითარება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ მთელ მსოფლიოში მოიკლო ნავთობის ფასმა და საქართველოში საწვავზე ფასები იზრდებოდა და იზრდებოდა, ანუ სოფლიო ბაზრის კონიუნქტურის საწინააღმდეგო იყო. ჩვენ ვიცით რომ საქართველოში წამლების ფასი არის ძალიან მაღალი და განუზომლად უფრო დიდი ვიდრე თუნდაც თურქეთში, საიდანაც ჩვენ ძალიან ბევრი ხარისხიანი წამალი შემოგვაქვს და ეს ხდება იმიტომ, რომ წამალზეც, ნავთობპროდუქტებზეც და ძალიან ბევრ სხვა რამეზე საქართველოში არის მონოპოლია. და მიუხედავად იმისა, რომ ანტიმონოპოლური სამსახური არსებობს, ეს არის ფორმალური 6-კაციანი ბიურო, რომელიც ვერაფრით ვერ გაწყვეტა ამ საქმეს და არ არის სახელმწიფო ნება, რომ ანტიმონოპოლური სამსახური არსებობდეს და ადამიანებმა წამლების გავლინო მარტივადაც შეიძლება გადაწყვეტა ამის, ნუ აი მაქსიმუმ 400,000 კაცი იქნება, ვისაც შეწევრა სჭირდება წამლებით და გადაუხადოს ბიუჯეტმა მათ ეს თანხა. ბევრი რაღაცის მოფიქრება შეიძლება. მე მოხარული ვარ გავლინო წინა ეთერში თქვენ მე გამიბრაზდით, შეიძლება სამართლიანადაც, მაგრამ პირობა შევასრულებ და ფαντასტურად რომ ძალიან კონსტრუქციული ბრძანებოდით დღეს. ახარებს არა, ნუ გუშინ ახლა პირდაპირ გეტყვით რა. იმდენია სასავრო, ერთი როდის მე იმისი არჩენებოდეს მოგიწოდით. პოლიტიკური სისტემა მართა უნდა რასაც უსმენდი ამ უსუფაშვილი და იმისი რა ვქია ივანიშვილი არ არის რა ეს აი პოლიტიკური ცხოვრება კაბინეტებში წყდება როგორ შეიძლება ეს დაუყავს ქვეყანას და მახარებს რომ დღეს თქვენ ამაზე ესე ვთქვათ თქვენი პოზიციას დააფიქსირეთ და პროგრამაშიც ეს გიწერიათ. პირიქით მემატობთ რომ გესტუმრეთ, მადლობა წარმატებებს გისურვებთ, დამერწმუნეთ გავლინო თქვენ გაქვთ შანსი 17 მე მგონი 20-22%-ზე წახვიდეთ. განწყობა ისეთი შეცვლილია აზია რა ბევრი რა ამ ამბავს. მადლობა პირიქით მემატობთ რომ პატივია ჩემს რომ თქვენ ჩემი სტუმარი ხართ, თან არ გამიბრაზდით ეს და დაგველოდეთ ხალხო. ახლა მაშინ გაბრაზებული იყავი, კაი რა ასერჩოდნენ ისინი საზღვარზე იმ კაცს. მადლობა უკაცრავად, დიდი მადლობა ხალხო, დაგველოდეთ, აი მერაბი მოვიდა და რა ვიცი, გამოაღწია ამ საცობებს. დაგველოდეთ.